Projekt სამოქალაქო მონიტორინგის სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისთვის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობოების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კომისიის დაკომპლექტების მექანიზმს, რომელიც დაიცავს მარეგულირებელ ორგანოს პოლიტიკური ძალის გავლენისგან. ასევე სამოქალაქო სექტორის ეფექტურ კონტროლსა და ჩართულობას კომისიის საქმიანობაში. ანგარიში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც კომისიის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარებას. არასამთავრობოები პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავენ. პროექტი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის აქვს არაპირდაპირი ინტერესი იმ სფეროს მიმართ, რომელშიც ახორციელებს უფლებამოსილებას და მიგვაჩნია, რომ ამით საქართველოს პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, ისევე როგორც წინა ანგარიშებში ჩვენ ვისაუბრეთ ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა 2012 წელს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი, რომელსაც საუბარია სულთან ირაკლი ჩიქოვანისა და ერთ-ერთი ოპერატორის საუბარია ჩაწერილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტ დაეჭვს საჩენს. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, დაიწყოს დისკუსია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომ შემუშავებული იქნეს მექანიზმები, რომ მოხდეს პოლიტიკის ნაკლები მონაწილეობა კომისიონერთა არჩევის კუთხით. ანუ არსებობს რამდენიმე მოდელი, არსებობს რამდენიმე რეკომენდაციაც, მაგრამ სასურველიობს კიდევ ერთხელ წამოწეული იყოს და საჯარო დისკუსიის საფუძველზე მიღებული იქნეს გადაწყვეტილება და რა რეალობა გვაქვს, ისაც გათვალისწინებული იყოს. ასევე სასურველიობს, რომ კომისია აქტიურად იყოს ჩართული მაუწყებლის შესახებ კანონის განხილვაში, იმიტომ მათ რაღაც ვალდებულებებიც ეკისრებათ. ციფრულ აუწყებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველა შეხვედრას კომისია ესწრება, გარდა ამისა ჩართულია ყველა თემატური ჯგუფის სამუშაო პროცესში, ასევე კომისიის წარმომადგენლები არიან ციფრულ აუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შექმნილ საბჭოში და კომისიამ სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა, თავისი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრულ აუწყებლობაზე გადასვლა 2012 წლის ოქტომბრის თვეში გამოაქვეყნა. შესაბამისად უსაფრთხოა მსგავსი ბრალდებები, რადგანაც კომისია აქტიურად მუშაობს.